საღამოშიდობისა დღეს ხუთშაბათია და პირველი არხის ეთერში 23 საათზე პირველი თემა გადის. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა ხუთლარად ხელისუფლება მოქალაქეებს მინიმალური თანხით საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევას თავაზობს. პროგრამა 1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა დეტალურად გაწერილი გეგმა მიუხედავად სადაზღვევო კომპანიებთან მემორანდუმის გაფორმებისა მთავრობას ჯერ არ აქვს. ტრავმების მკურნალობის ანაზღაურება, გადაუდებელი სტაციონარული და პირველადი სამედიცინო დახმარება. ეს ჯერჯერობით ის სამი მიმართულებაა, რომელიც პროგრამის ინიციატორმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შესთავაზა. პარლამენტში ამ ინიციატივის განხილვას კრიტიკული შენიშვნებიც მოჰყვა. იქნება თუ არა იაფი დაზღვევა შედეგიანი და მოქნილი მექანიზმი მოსახლეობისთვის. სკეპტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა ამ ინიციატივამ სადაზღვევო ბიზნესი დანგრევის პირას მიიყვანოს. რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის შენიშვნებზე? დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. იქნება თუ არა იაფი დაზღვევა ხარისხიანი. რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას და როგორ აპირებს მთავრობა ხელმისაწვდომი დაზღვევის რეალურად განხორციელებას? მთავრობამ მხოლოდ დაადასტურა ის, რომ არის ძალიან დიდი რისკი, არის ძალიან დიდი საფრთხეები ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი სადაზღვევო კომპანიების ასევე სახელმწიფოს, ისინი თვლიდნენ ამას ჩვენთან ერთად, აქედან გამომდინარე ამის დაბალანსება ხდება ყოველი სადაზღვევო რისკის გათვალისწინებით, რომელიც მათ თვითონ წარმოაჩენს. რა სოციალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს დაზღვევის ახალ სისტემას და რატომ აფასებს პრეზიდენტის ინიციატივას ოპოზიცია სკეპტიკურად? მაგდა ანიკაშვილი, ალექსანდრე კვიტაშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებიდან მაგდა ანიკაშვილი. საღამოშიდობის მაგდა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. თქვენ დღეს გქონდათ შენიშვნები, უბრალოდ მანამდეც გქონდათ შენიშვნები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ არიან განწყობილნი ქრისტიან-დემოკრატები სკეპტიკურად? რა კონკრეტული შენიშვნები გაქვთ ამ პროგრამასთან დაკავშირებით? თავი კითხვა არის, იქნება თუ არა რეალური ეს დაპირება. ხომ არ დარჩება ეს ინიციატივა ლოზუნგად ხუთლარიანი დაზღვევა, ისე როგორც ყოფილა ბევრი სხვა დაპირება ხელისუფლების მხრიდან და ამ სფეროდან შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად 100 ახალი საავადმყოფო, როგორც იყო ხელისუფლების წინასაარჩევნო ლოზუნგი და ეს დარჩა ესე ჰაერში გამოკიდებულ ფრაზად. მე ვშიშობ, რომ ხუთლარიანი დაზღვევა ეს არის კვლავ ეს PR ხერხი, რომელიც მხოლოდ ემსახურება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის შენარჩუნებას და ეს ფრაზაც დარჩება მხოლოდ, ასე ვთქვათ, სარეკლამო და საპიარო ლოზუნგად. საქმე ის გახლავთ, რომ იქნება თუ არა რეალური ეს დაზღვევა და შეძლებს თუ არა მოსახლეობა, რომ ხუთლარად მიიღოს მართლაც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ეს კითხვა არის დღეს მთავარი და მე არაერთხელ დავსვი ეს კითხვა, როგორც ამ პრობლემის სხვადასხვა მხარეს მდგარ პიროვნებებთან, ისე ცხადია ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ანუ თქვენ ეჭვობთ, რომ შესაძლოა ეს არ იყოს რეალური თუ კონკრეტულად ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ხედავთ ხარვეზებს? ხარვეზი ის არის, რომ ეს თანხა არის ძალიან მცირე, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციურ პროცესებს და გავითვალისწინებთ სამედიცინო მომსახურებაზე ფასის ზრდას. ხუთლარად შეძლებს თუ არა მოსახლეობა მიიღოს ხარისხიანი დაზღვევა. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც აქვს ხელისუფლებას, რომ ეს პროექტი განხორციელდება, არის ის, რომ სადაზღვევო კომპანიები დათანხმდნენ ამ პროექტში მონაწილეობაზე და მათ მოაწერეს ხელი მემორანდუმს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ბიზნესის თავისუფლების მაღალ ხარისხს, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში და როდესაც ინიციატივა იფუთება როგორც პრეზიდენტის ინიციატივა და როდესაც ეს არის პრეზიდენტის მორიგი გენიალური იდეა, გარღვევა შეიძლება ითქვას ჯანდაცვის სფეროში, სწორედ ასე წარმოგვიდგინეს პირველად ეს ინიციატივა, მაშინ მე უბრალოდ ეჭვი მეპარება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდათ არჩევანი მიეღოთ ან არ მიეღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. თუმცა ამასაც რო დავანებოთ, დაუშვოთ სადაზღვევო კომპანიები თანხმდებიან. მექანიზმი მარტივია, ერთჯერადად ისინი იღებენ საკმაოდ მსხვილ თანხას და აქ საუბარია ათეულობით მილიონზე და შემდეგ უკვე პაციენტმა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე და იფიქროს, თუ არის თუ არა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. პრინციპში სადაზღვევო კომპანიები წაგებულნი ამ შემთხვევაში ნაკლებად აღმოჩნდებიან. მით უმეტეს აქ არის კიდევ ერთი კითხვა, არის ძალიან ბევრი კომპანია, რამდენიმე ყოველ შემთხვევაში, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ დავალიანება სამედიცინო დაწესებულებებისა, ეს დავალიანება გასტუმროს
სტუმრებული არ არის და ასეთ სიტუაციაში რამდენად მიზანშეწონილია რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და დამატებით კიდე ახალი თანხა გადაუხადოს მათ სახელმწიფომ მაშინ როდესაც მათ თავიანთი ვალდებულებები შესრულებული არ აქვს ეს ცხადია გარკვეულ კითხვებს ბადებს თუმცა ნათია მე მინდა რომ თავად მიზეზებზეც ვისაუბროთ რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი მე უკვე ვთქვი რომ ეს არის წარმოდგენილი როგორც პრეზიდენტის გენიალური ასე ვთქვათ ინიციატივა და გამოსავალი გარკვეული ჩიხური მდგომარეობიდან მაგრამ რამ შექმნა ეს ჩიხური მდგომარეობა მე ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანია 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილება სადაც ურგენტული ანუ გადაუდებელი სახელმწიფო პროგრამა და პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა შემცირდა დაფინანსება ამ პროგრამებისა შემცირდა მაშინ ჩვენ ვიბრძოდით ძალიან კრიტიკული შეფასება ჰქონდა ამ ცვლილებისა და მოგახსენებათ არგუმენტი იყო ის რომელიც ჩემდა გასაოცრად აი სიტყვით ეს ფრაზა მოვისმინე პრეზიდენტისგან რამდენიმე დღის წინ ეს იყო ის რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების ნაწილი რომელსაც აზღვევს სახელმწიფო გვყავს მეორე ნაწილი რომელსაც აქვს საშუალება რომ მიიღოს თავად კერძო დაზღვევის პაკეტი მაგრამ გვყავს საზოგადოების ნაწილი რომელიც ვერ ხვდება ვერც ერთ ამ ჯგუფში და მათთვის ამ სახელმწიფო პროგრამების შემცირება ეს ნიშნავს რომ ჩვენ ამ საზოგადოებისას ვტოვებთ სამედიცინო მომსახურების გარეშე. ამას ვამბობდით კომიტეტის ხდომებზე, ამას ვამბობდით პარლამენტის ხდომათა დარბაზში. მაშინ ეს არგუმენტი არ იყო ხელისუფლებისთვის და ბევრ სასაცილოდაც არ ყოფნიდა, მაგრამ როდესაც უკვე კატასტროფული შედეგების წინაშე აღმოჩნდით, დღეს იგივე ამბობს პრეზიდენტი. შედეგები ის გახლავთ, რომ მოგახსენეთ, არის კერძო დაზღვევა, არის სახელმწიფო დაზღვევა. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ისინი არ არიან ღატაკნი, ანუ ისინი არ ხვდებიან სიღარიბის ზღვარს მიღმაყოფილ პროგრამაში. ხელისუფლება სწორედ ამას ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და არც შეუძლიათ ის, რომ თავად შეიძინონ ძვირადღირებული სადაზღვევო პაკეტი, სწორედ მათზეა გათვლილი ეს. კი ბატონო, მე გეთანხმებით, ეს ინიციატივა არის გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი მჩიხური სიტუაციიდან, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა თვენახევრის წინ, სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებითვე. ეს არის, ასე ვთქვი, რეალობა, რომლის დანახვაც დღეს ხელისუფლებას არ უნდა, მაგრამ მე არ მინდა წარსულზე საუბარი. კი ბატონო, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ ეს შეცდომა დაინახა და გაითვალისწინა ერთი თქვენი რეკომენდაცია. დაუშვა შეცდომა, შემდეგ დაინახა, რომ ეს იყო შეცდომა და ახლა ცდილობს გამოსწორებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მინდა, რომ ჩვენ 3 თვის შემდეგ კიდევ შევიკრიბოთ და ისევ თქვათ, რომ ხელისუფლებამ ისევ შეცდომა დაუშვა, ისევ მიიღო ნაჩქარავი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება და ახლა ახალი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ როგორმე ეს ხანძარი შეიძლება იყოს ეს ნაჩქარავი გადაწყვეტილება. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ პროგრამისთვის საჭირო თანხის დაახლოებით 70% სწორად მახსოვს დავად გაიგებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ის თანხა, რასაც გადაიხდის მოსახლეობა ამ სადაზღვევო პაკეტისთვის და ის მიმართულება, რაც არის გათვალისწინებული ამ პროგრამაში, ტრავმების მკურნალობის ანაზღაურება, გადაუდებელი სტაციონარული დახმარება. ჯერჯერობით რამდენად ცნობილია ეს ზუსტად არ არის დაზუსტებული, მაგრამ ამ რამდენიმე მიმართულების გათვალისწინებით, რამდენად შეექმნება მოსახლეობას პრობლემა, ეს ალბათ არ არის ისეთი შემთხვევები, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან ხშირი და შესაბამისად ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან იმას, რომ ამას არ შეექმნება პრობლემა ალბათ არც თავად დაზღვეული მოსახლეობისთვის, არც სადაზღვევო კომპანიებისთვის და არც სამედიცინო დაწესებულებებისთვის. მე გეთანხმებით, რომ უბედური შემთხვევა ღმერთმა დაგვიფაროს ნამდვილად არ არის ხშირი და იმედია, რომ არც იქნება, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი ეს არ არის ის კომპონენტი, რომელიც ხშირად არ გამოიყენება. საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს პოლიკლინიკას და ძალიანაც კარგი, მაგრამ თავად აი სანამ პირველად ჯანდაცვაზე ვისაუბრეთ და ესეც მნიშვნელოვანია, მე მინდა ამ სისტემაზე ვთქვა 1-2 სიტყვა. რისკები არის ძალიან დიდი, როდესაც ასე დიდ პასუხისგებლობას ვაკისრებთ სადაზღვევო კომპანიებს. რისკები სადაზღვევო კომპანიებისთვის. ხადია, საკმაოდ არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები, მთლიანად ამ სისტემის ფუნქციონირებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ახალი ბიზნესი. 2 წელიც არ არის, რაც დაიწყო ურთიერთობა სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. მე პირადად როგორც პარლამენტის წევრს მომსვლია უამრავი საჩივარი უკმაყოფილო მოქალაქე მოსულა ჩემთან, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს დავები, მას აქვს პრობლემები, თანხა დროულად არ ირიცხება. თავად სადაზღვევოს და საავადმყოფოებს აქვთ მუდმივად დავა, იმიტომ რომ არის გარკვეული შეუთანხმებელი თამაშის წესები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სადაზღვევოები უკმაყოფილონი არიან იმ დოკუმენტაციით, რომელიც მათ მიეწოდებათ საავადმყოფოებიდან, საავადმყოფოებს აქვთ პრეტენზიები, რომ თანხა დროულად არ ირიცხება. ანუ აქ თავად იყო სიტუაცია მოსაწესრიგებელი და მე ვფიქრობ გამოსავალი და მე ქრისტიან დემოკრატების ალტერნატივაზე ალბათ უკვე ჩვენი საუბრის ბოლოს ვისაუბრებთ. გამოსავალი გახდათ ის, რომ ცოტა ხანი მიგვეცა საშუალება ამ სისტემისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო გამართულად დაეწყო ფუნქციონირება
პრობლემები მოგვეწესრიგებინა ჯერ არსებული მოდელი ყოფილიყო სანიმუშო მოდელი და შემდეგ უკვე დაგვემატებინა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ამ სადაზღვეო სისტემაში. სავარაუდო გათვლებით დაახლოებით კიდევ 9 მილიონი ადამიანი ჩაერთვება ამ სისტემაში. საქმის წარმოების თვალსაზრისით ელემენტარულად ინფორმაციის გადამუშავება, დროული მიწოდება ამ ინფორმაციის, თანხების გადარიცხვა, დავების განხილვა ბოლოს და ბოლოს ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომ ჩვენ იცით როგორ არ ვაცლით ბიზნეს ჩამოყალიბებას. პირველ რიგში სახელმწიფო უნდა დახმარებოდა გარკვეული თამაშის წესების შეთავაზებით ორივე მხარეს, სამედიცინო საზოგადოებას და სადაზღვეო კომპანიებს. თუ კი ეს არის თქვენი ერთგვარი რეკომენდაცია და თქვენ აცხადებთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერჯერობით ძველი ფორმით გაგრძელებულიყო, როგორ შეიძლებოდა დახმარებოდა სახელმწიფო? გახსენებთ ჩვენს ქრისტიან-დემოკრატების ხედვაზე ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში სადაზღვეო კომპანიების ერთადერთი მიზანი არის მოგება და მოგება. ამაში არაფერი ცუდი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი. სადაც კი სადაზღვეო კომპანიას ექნება საშუალება, რომ მან არ გადაიხადოს თანხა, ის არ გადაიხდის. ამასაც ვშიშობთ სხვათა შორის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ მივიღოთ ის მდგომარეობა, რომ ანაზღაურებული თანხა იქნება უბრალოდ იშვიათი გამონაკლისი. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაცია. რა თქმა უნდა, არამკაცრი, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ჩარევა, მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალა გახლავთ ქრისტიანული დემოკრატია და არანაირ ჩარევაზე საუბარი არ არის სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ გონივრული მოქმედება, ანუ თამაშის წესების შემოღება სადაზღვეო კომპანიებისთვის. ამასთან ჯერ არ არის დაგეგმილი და დანერგილი გაიდლაინების სისტემა. მე რაზე ვსაუბრობ? გარკვეული ინსტრუქციები თუ როგორ უნდა მოიქცეს სამედიცინო დაწესებულება, როდესაც შემოდის ესა თუ ის პაციენტი. ანუ ყველა შემთხვევისთვის, სავარაუდო შემთხვევისთვის ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია. არსებობს გარკვეული ინსტრუქცია. ეს აქვს სადაზღვეო კომპანიას, ეს აქვს სამედიცინო დაწესებულებას. როდესაც ზუსტად იცი, რომ ამ ამჩვენებით შემოსულ პაციენტს უნდა ჩაუტარო ესა და ეს პროცედურა და არა რაიმე სხვა სრულიად შეუსაბამო, მაშინ დავები წარმოიქმნება ბევრად უფრო ნაკლებად. აი სწორედ აი ამ ტიპის რეგულაციის გარკვეული ფორმების დანერგვის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო რომ გაგვეზარდა ეს ბიზნესი უფრო ფართო სპექტრი მოეცვა დაზღვევას და მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკლებ პრობლემას მივიღებთ. ანუ გამოდის რომ ჩვენ ჩამოუყალიბებელ სისტემას კიდევ უფრო ვამატებთ მეტად ძიმის. მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისინი გააფრთხილა რომ ადგილი არ ქონდეს ერთგვარ მაქინაციებსა და მანიპულაციებს და რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც თავად გააკონტროლებს ამ პროცესის მიმდინარეობას. ეს საბჭო უკვე არსებობს, მე როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ვარ ამ საბჭოს წევრი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საბჭოს არც ერთი სხდომა ჯერჯერობით არ გამართულა. ქრისტიან-დემოკრატები ნამდვილად ვერ დაველოდებით, როდის გადაწყვეტს ეს საბჭო, რომ ჩაერიოს ამ პროცესში და გააკონტროლოს, ესე რომ ჩვენ დამოუკიდებლად ასე ვთქვათ, კონტროლის ეს მექანიზმი არ იქნება ერთგვარი გარანტია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმისა, რომ პროგრამა წარიმართოს. რა ფუნქციებით იქნება ეს საბჭო აღჭურვილი, ამაზე დეტალურად არავის უსაუბრია. ნათია სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რეალურად რისი გადაწყვეტის საშუალება ექნება ამ საბჭოს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მინდა რომ აუცილებლად აღვნიშნო, ეს არის პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი. პოლიკლინიკების თემა ცნობილი, ამაზე ბევრს უსაუბრია. ასევე 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩემდა სამწუხაროდ ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლის და წინააღმდეგობის მიუხედავად მთავრობამ გააუქმა შეამცირა დაფინანსება პოლიკლინიკებისა. შედეგად ძალიან ძიმე სურათი მივიღეთ სამედიცინო მომსახურებაზე ფასების გაზრდა, საფრთხის ქვეშ დადგა ძალიან ბევრი პოლიკლინიკა, ის უბრალოდ დაიხურებოდა და ექიმები აღმოჩნდებოდნენ სამსახურის გარეშე. ძალიან კარგია ის, რომ მთავრობამ გააცნობიერა მისი შეცდომა, გადადგა შემხვედრი ნაბიჯი, 3 თვე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი და დაფინანსება აღდგა 2008 წლის პროგრამით. 3 თვის შემდეგ საუბარია, რომ რაღაც ახალი პროგრამა შემუშავდება. ეს კარგია, გეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ყველა პოლიკლინიკა. აქ არის საუბარი გეოგრაფიულ პრინციპზე. ანუ მოქალაქეს უნდა ქონდეს საშუალება, რომ ის მივიდეს პოლიკლინიკაში მის სახლთან ახლოს, რომელიც მდებარეობს მისთვის ყველაზე კომფორტულ ადგილზე. ერთი ჩვენ უნდა დავზოგოთ მგზავრობის ღირებულება, მოქალაქეს არ უნდა ქონდეს იმის იძულება, რომ წავიდეს შორს და ტრანსპორტი გამოიყენოს ამისთვის. მეორე, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია პოლიკლინიკებისა, რაც ნიშნავს ინფორმაციის შეგროვებას. ანუ მოგეხსენებათ, რომ პოლიკლინიკის ექიმა მის გარშემო
მცხოვრები მოქალაქეების პრინციპში ყველა დაავადება, ავადმყოფობის ისტორია, საერთოდ მისი ჯანმრთელობის ისტორია იცის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი თავად საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვისა შემდეგ ამაზე იგება. ანუ დინამიკა დაავადებების რა ტენდენცია არის, ეს არის ღერძი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ჩვენი წინადადება ქრისტიან-დემოკრატების არის ის, რომ რადგანაც სახელმწიფო იხდის ათეულობით მილიონს სადაზღვევო კომპანიების მიმართ და ფაქტობრივად ეს არის პირდაპირ პროტექციონიზმი, ხო? ამხელად თანხას ჩვენ ვაძლევთ სადაზღვევო კომპანიებს იმისთვის, რომ მათ იარსებონ. გასაგებია, რომ ეს გჭირდება, მაგრამ მე ვფიქრობ, არის შესაძლებელი, რომ ჩვენ დავავალდებულოთ ეს სადაზღვევო კომპანიები, რომ ყველა პოლიკლინიკასთან გააფორმონ ხელშეკრულება. თქვენ იცით, რომ მათ არ აქვთ ეს ვალდებულება, ისინი შეარჩევენ, ვისთან გააფორმონ, ვისთან არა და გამოვა, რომ ძალიან ბევრი პოლიკლინიკა რამდენად მოსახერხებელი იქნება ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ, იქიდან გამომდინარე, როდესაც დღეს საკომიტეტო მოსმენაზე თავად ჯანდაცვის მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრიც საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოებიდან თითქმის ყოველი 10-დან 9 საავადმყოფო უნდა დადგეს მათი ლიცენზიის გაუქმების საკითხი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებში არის ასეთი პრობლემა, მოდით ამაზეც ვისაუბროთ, რამდენად იქნება ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის მოქნილი მექანიზმი და რამდენად სრულად მიიღებენ ისინი მომსახურებას, თუნდაც რეგიონებში. ეს დისკუსია, როდესაც დაიწყო დღეს კომიტეტის ხდომაზე სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის იყო ეს შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეს განცხადება მინისტრის მხრიდან, რომ 10 საავადმყოფოდან 9 უნდა დაიხუროს. ეს კი პირობებში, როდესაც ვაღიარებთ ყველანი, რომ ვართ ომის შემდგომ მდგომარეობაში, ვართ ეკონომიკური კრიზისის პირობებში და თითო სამუშაო ადგილიც კი არის ძვირფასი ჩვენთვის. და ამ დროს მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ უნდა დაიხუროს საავადმყოფოები. ეს არის მართლაც გამაოგნებელი. მე იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება სერიოზულად არ იყო გაკეთებული. იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენთ სამედიცინო ჯანდაცვის მინისტრი ალბათ ჩვენს დიდი ნაწილი ფაქტობრივად სამსახურის გარეშე უნდა დარჩეს. ეს აბსოლუტურად ჩემი აზრით მიუღებელია, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. ყველა აღიარებს, რომ არის პრობლემები სამედიცინო დაწესებულებებში, მაგრამ ამასთან ბრძოლის მექანიზმი ნამდვილად არ არის ლიცენზიის გაუქმება. ეს მიდგომა საერთოდ ჩვენთვის არის მიუღებელი. მე მოგახსენეთ, რომ ჯანდაცვის პროგრამები დაფინანსება შემცირდა. მიდგომა იყო აქაც ასეთი, რომ ეს პროგრამები არ არის ეფექტური. ვეთანხმები ყველას იმაში, ვინც ამბობს, რომ урგენტული პროგრამა დაუშვა და არ იყო ეფექტური, იმიტომ რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ალბათ ადამიანს, რომელსაც შეემთხვა, უბედური შემთხვევა ის მივიდა საავადმყოფოში და მას უთხრეს, რომ 6 დღე თქვენთვის მკურნალობა არის უფასო. ცხადი არა, ყველა იხდიდა ფულს ამაში, რაც იყო არასწორი. მაგრამ გამოსავალი ის კი არ იყო, რომ გაგვეუქმებინა ეს პროგრამები. გამოსავალი იყო, რომ ჩვენ მოგვეძებნა გარკვეული მექანიზმი იმისა, რომ კანონი რაც იყო ფურცელზე დაწერილი, ეს მიგვეტანა მოქალაქემდე და ეს განგვეხორციელებინა ცხოვრებაში. იგივე მიდგომა იყო, სხვა თემაზე გადავდივარ, სანიტარულ სამსახურთან, დასაქმების დეპარტამენტთან, ანტიმონოპოლიურ სამსახურთან. ეს სრულიად მიუღებელი მიდგომაა ჩემი აზრით, რომ რადგანაც ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ამიტომ გავაუქმოთ. თუ იქ არის პრობლემები, ჩვენ უნდა დავხვეწოთ ეს სფერო. მე ვფიქრობ, ეს არის ბევრად გააზრებული მიდგომა საკითხების მიმართ. საერთოდ, როდესაც გავმეორდები, არის ომის შემდგომი მდგომარეობა, არის კრიზისული მდგომარეობა, არის საფრთხე იმისა, რომ უამრავი ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს. ამ დროს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი რადიკალური ფორმები, რომელმაც შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნას. ყველაზე მნიშვნელოვანს მართლაც სამუშაო ადგილებს და დღეს დასაქმებაა ქვეყანაში მთავარი პრობლემა. მე ვფიქრობ, არ არის მისაღები, ამიტომ გარკვეული გარდამავალი პერიოდი. ამ პროგრამების შენარჩუნება, გარდამავალი პერიოდის გამოცხადება და მაქსიმალური დახმარება სადაზღვევო ბიზნესისა, რათა მათ გაემართათ თავიანთი ურთიერთობა, ფუნქციონირება სამედიცინო დაწესებულებებთან და მოგვარებული იყო ეს პრობლემა, მე ვფიქრობ, აქ იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ ინიციატივა უკვე წამოყენებულია და როგორც ჩანს, მიდის კიდეც მუშაობა, ხელისუფლება ამ იდეის ინიციატორები ამბობენ, რომ ეს და სხვათა შორის სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რომ ეს მოიტანს კარგ სოციალურ ეფექტს. და მოსახლეობის ნაწილიც მიიჩნევს, რომ ეს იქნება კარგი, რადგანაც ისინი მინიმალური თანხებით შეძლებენ მიიღონ უბედური შემთხვევის დროს თუნდაც აუცილებელი მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ როდესაც დაიწყება ამ პროექტის განხორციელება, ეს რეალურად შედგა და რეალურად გამოიღო მისი შედეგი. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავად, რომლებიც თქვენ ქრისტიან-დემოკრატები აკრიტიკებთ ამ ინიციატივას. ასეთ შემთხვევაში მართლაც მივიღებთ თუ არა სოციალურ ეფექტს. თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს რეალური განხორციელება ამ პროგრამის გამომდინარე 100 ახალი საავადმყოფო ცნობილი პროექტიდან, მაგრამ ამაზეც აქვს ხელისუფლებას არგუმენტები. ისინი ამბობენ, რომ 100 ახალი საავადმყოფო 1 და 2 წელიწადში ვერ აშენდება და ეს პროექტი უკვე დაწყებულია და გრძელდება კიდეც.
ნათია, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ თქვენ თუ იქნება საშუალება, რომ ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ ამ 100 ახალი საავადმყოფოს პროექტზე, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან ხშირად ისმის საერთოდ ეს დებატებში არის ხოლმე წამოსროლილი ფრაზის დონეზე, მაგრამ რეალურად ეს ფართო განხილვა არ შემდგარა იმის თუ რა ელის ამ პროექტს და როგორ შეიძლება ვითარების გაუმჯობესება და გამოსწორება. ნამდვილად არის გამოსასწორებელი მდგომარეობა და ჰოსპიტალური სექტორის გადარჩენაზე არის საუბარი, რომ თუ გექნებოდ სურვილი და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობას უნდა გქონდეს ამის სურვილი, სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება თუ ამ თემაზეც ვისაუბროთ. რაც შეეხება იმას, გამოვა თუ არა ეს პროექტი და რა პოზიცია გვექნება ჩვენ, სიმართლე გითხრათ, პრინციპულ საკითხში, რომ სადაზღვევო სამედიცინო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, ამაში ქრისტიან-დემოკრატების ცხადია ვთანხმდებით მთავრობასთან და ეს არ არის რაიმე ახალი იდეა ან სააკაშვილის ხელისუფლების იდეა, ეს არის დასავლეთში აპრობირებული ჩვეულებრივი სისტემა. ცხადია, რომ სადაზღვევო სისტემაზე უნდა გადავიდეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რამდენად ნაჩქარევია ეს გადაწყვეტილება, რამდენად არის დათვლილი, გააზრებული და ხომ არ გამოიწვევს შეფერხებას. ჩვენ გვინდა, რომ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და როდესაც მუდმივად გვაქვს დავები, მუდმივად მე შემიძლია უამრავი ეს ინდივიდუალური შემთხვევა მოგიყვანოთ. თხადი ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ არ არის სწორი თავად იმ ადამიანთან მიმართებაში არ არის სწორი, როდესაც ვიღაცის პირადი ცხოვრების ისტორია გამოგაქვს საჯაროდ, მაგრამ პრეზიდენტმა თავად მოყვა ასეთი შემთხვევა, თუ გახსოვთ ამ ცნობილ მთავრობის ხდომაზე და შეკრებაზე სადაზღვევო კომპანიათა. ასეთი მაგალითი არის ძალიან ბევრი. ჩვენ შეიძლება საბოლოო ჯამში მივიდეთ რაღაც შედეგამდე, მაგრამ რამდენი დანაკარგი იქნება და როგორ მივალთ ამ შედეგამდე და რამდენი მოქალაქე დაზარალდება იმით, რომ ხარისხიანად არ გაკეთდა ესა თუ ის პროგრამა. მე მგონი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან კარგია, როდესაც ხელისუფლება რაღაც მომენტში აღიარებს დაშვებულ შეცდომას და ცდილობს, რომ გამოასწოროს, მაგრამ მე მგონი ისიც კარგი იქნება, თუ თავის დროზე გაიაზრებს ოპონენტის არგუმენტს და მხოლოდ იმიტომ, რომ დავუშვით მე იმ მომენტში ვიყავი უმცირესობის წარმომადგენელი, არ ჩათვლის, რომ ეს არგუმენტი მისაღები არ არის. და კიდევ ერთი შეკითხვა, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ამ ეტაპზე და მიმდინარე წლის გეგმებში არის პრიორიტეტული მისთვის არის სოციალური პრობლემების მოგვარება. ასეთ შემთხვევაში ეს კონკრეტული პროგრამა და სხვა ინიციატივები რამდენად გამოასწორებს შექმნილ ვითარებას? როდესაც ხელისუფლება საუბრობს და მუდმივად ხელისუფლება ამაზე საუბრობს, რომ მისი პოლიტიკა არის სოციალურად ორიენტირებული, მთავრობის დაკომპლექტება იყოს სოციალურად ორიენტირებული, ბიუჯეტი იყოს სოციალურად ორიენტირებული და საერთოდ თითქოს სხვა თემა ხელისუფლებას არ აინტერესებს გარდა სოციალურისა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს არის ყველაზე აქტუალური თემა დღეს, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რა პოლიტიკით ცდილობს ხელისუფლება ამ პრობლემის გადაწყვეტას, როდესაც ჩვენ წარმოგვიჩენენ ამას, რომ თურმე 500.000 ადამიანი რომ ემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა პროგრამას, ეს არის მიღწევა. 900.000 ადამიანი იქნება მღატაკთა პროგრამის ბენეფიციარი. ეს არის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის. ჩემთვის ეს არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი. ქრისტიან-დემოკრატებს გვაქვს ასეთი კითხვა, თუ ამ ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა არის წარმატებული, რატომ იზრდება და რატომ არ მცირდება აი ამ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთათვის განკუთვნილი პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა. ძალიან მარტივია, ხო? მაშინ მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც აკლდება ამ პროგრამას. რიცხვი მხოლოდ ემატება. მე მაინტერესებს, როგორია ეს პოლიტიკა, რომელიც აღატაკებს ამ ქვეყანაში მოსახლეობას. ძალიან დიდი მადლობა. პარადოქსია. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი მაგდა ანიკაშვილი. დაგველოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი უპასუხებს. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. საღამომშვიდობის ბატონ სანდრო. მადლობას მოგახსენებს გადაცემაში მობრძანებისთვის. რა გარანტიებს თავაზობს მთავრობა მოსახლეობას, რომ ისინი მინიმალური თანხით მართლაც შეძლებენ დააზღვიონ საკუთარი ჯანმრთელობა და მიიღონ აუცილებელი სამედიცინო მომსახურება? ამ მინიმალური თანხით, რომელიც არის 5 ლარი, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა არის 70%-ზე მეტი, ეს გახლავთ გარანტია ამის არის, რომ ეს გათვლები მომსახურებებს გაკეთებული იყო არა მარტო ჩვენს მიერ, არამედ სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობის მათთან ერთად. ეს არის ბაზისური პაკეტი, რომელიც მოიცავს გადაუდებელ დახმარებას, მოიცავს ტრამას, რომელიც ხუთაშორის აქამდე ურგენტულ დახმარების პროგრამაში, რომელიც იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, არ შედიოდა და ასევე მოიცავს პირველად ჯანდაცვის ამბულატორიულ მომსახურებას. საკმაოდ
ასე ვთქვათ, მრავლის მხოლოდ ეს სამი მიმართულება იქნება გათვალისწინებული ხუთლარიან ეს არის ბაზისური პაკეტი. დიახ, ნებისმიერ მსურველს შეიძლება გაიუმჯობესოს ეს პაკეტი, დაამატოს გარკვეული რაოდენობით თანხა. ჩვენ მე ვიყავი ამ სტუდიაში რამდენიმე კვირის წინ თუ არ ვხდები და მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელი არის პაკეტების სეგმენტირება, რომ იყოს არჩევანი უფრო მეტი მოსახლეობის, რომ შეარჩიოს თავისთვის სასურველი პაკეტი და ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი. ანუ ექიმის კონსულტაცია, სამედიცინო გამოკვლევები პოლიკლინიკებში ეს მინიმალურ საბაზისო პაკეტში არ შედის. აუცილებლად შედის. ეს შედის ნამდვილად, იმიტომ რომ ექიმის კონსულტაცია პირველად ჯანდაცვა ობიექტებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჯანდაცვა იყოს დატვირთული, იყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, აუცილებლად ეს როგორც სიღარიბის პროგრამაში ასევე ამ პროგრამაში ჩაიდება, ჩვენთვის თავარი არის იყოს დაცული გეოგრაფიული პრინციპი და ეს არის განკარგულებაში აუცილებლად იქნება ნაწილი. მე ხომ მოვდივარ სხვა შორის მოლაპარაკებიდან სარაზღვეო კომპანიებთან ქონდა, რომ სამთავრობო დადგენილება იყოს გაწერილი მაქსიმალურად ზუსტად და დეტალურად, რომ გაჩნდა ასეთი კითხვებიც, რომ აი ტრავმები და გადაუდებელი მოსახურება მოქალაქეს საბედნიეროდ არც ისე ხშირად ჭირდება უბედური შემთხვევების და რაც შეეხება პირველადი დახმარების აღმოჩენას, ამ ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს ხოლმე სამედიცინო დახმარების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და არსებობს ასეთი კითხვაც, ასეთ შემთხვევაში რამდენად არის რეალურად გათვლილი საჭიროებაზე ეს პროგრამა? სასწრაფო დახმარების სამსახური უზრუნველყოფს გადაყვანას ამონყოფის პირველად დახმარების გაწევა და შემდეგ გადაყვანა სტაციონარში, აი ეს პაკეტი უკვე მოიცავს სტაციონარში მათ კურნალობას. იცით რა არის ხა ძალიან რთულია ასე თქვა რომ რაღაც არ მოიცავს თუ არ არის სრულყოფილი, რა თქმა უნდა ეს არის საბაზისო პაკეტი, ეს არის ძირითადი რისკების თავიდან აცილების პაკეტი, რა თქმა უნდა ამაში არ შეიძლება ვთქვათ ისეთ ძვირადღირებული მომსახურება როგორც არის კარდიოქირურგია მაგალითად რამე სხვა, აი ამის გაუმჯობესება შეიძლება ნებისმიერ მომხმარებელს, თუმცა სურვილი აქვს, მაგრამ ეს არის ძირითადი ყველაზე მაღალი რისკი. სხვა შორის ვერ დაგეთანხმებით, ურგენტული შემთხვევები არის ხარჯის კუთხით ყველაზე მაღალი ხარჯვითი ნაწილი, ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორი ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაში. ინიციატივა ზოგადად წარდგენისას მოყვა დადებითი შეფასება, მაგრამ გაჩნდა უამრავი კითხვა, რამდენად შეიძლება რეალურად განხორციელდეს ეს პროგრამა და რეალურად ეს იყოს მოქნილი მექანიზმი მოსახლეობისთვის. სხვა შორის მე მინდა ძალიან დიდი სიამოვნებით აღვნიშნო ის, რომ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ამ პროგრამას ეხმიანება, აბსოლუტურად სულ ამბობს, რომ ეს არის კარგი, მაგრამ ეჭვი ხარ თქვენი წინა რესპონდენტიც იგივე ამბობდა, რომ ეჭვი არის, რომ შეიძლება არ იმუშაოს, მე მინდა აბსოლუტურად ყველას გამოცხადო, რომ იმუშავებს მარტო იმიტომ, რომ ეს გათვლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის სახელმწიფოს მიერ რაღაც იმპერატიული ციფრი გამოყვანილი, სადაც მე ბრძანებითი ტონით არის ნათქვამი, რომ აი ამ თანხაში ესაც უნდა გააკეთო, ეს არის ერთობლივი პროექტი სახელმწიფოსა და სარაზღვეო კომპანიების მხრივ მიერ შემუშავებული. რა თქმა უნდა, ხა იცით რა, ბოლო ერთ წელიწადია საუბარია იმაზე, რომ იყოს სეგმენტირებული სარაზღვეო პაკეტი. ამაზე ჩვენ საუბრობთ ძალიან დიდი ხანია. ჩვენ გვინდა რომ ადამიანს კონდეს საშუალება ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს თვითონ ააწყოს თავის საზღვაო პრემიუმით საზღვაო მომსახურება. მე მაგალითად ყოველთვის ვიზახდი ბოლო ერთ წელს განმავლობაში რომ ის პროდუქტი რომელიც დღეს საზღვაო ბაზარზე არსებობს ეს არის თქვათ რაღაცა სტანდარტი, მე გოლდი, მე პრემიუმი, ეს არ არის ის რაც ჭირდება დღეს მოსახლეობას. იმიტომ რომ შეიძლება თქვათ 20 ლარიან პაკეტში ან 25 ლარიან პაკეტში იყოს რაღაცა რაც ადამიანს აწყობს მაგრამ არ იყოს ის, რაც მას სჭირდება და ეს იყოს 50 ლარიან პაკეტში, მაგალითად პრემიუმში ან რაღაც უფრო მაღალი დონის პაკეტში. ამიტომ აუცილებელი იყო მომსახურების აი ამ სერვისების სეგმენტირება. ეს 5 ლარიანი პაკეტი არის პირველი ნაბიჯი ამისკენ. ეს არის გადაუდებელი. მაგრამ სასურველი პაკეტების არჩევას მეკლებად მინიმალურ თანხებში აქამდეც თავაზობდნენ კომპანიები, სადაზღვეო კომპანიები მოსახლეობას. და ამისა და გამო სამწუხაროდ არ იყო ძალიან დიდი მოცვა მოსახლეობის სადაზღვეო პაკეტებში. პროდუქტი არ იყო საინტერესო მოსახლეობისთვის. ბატონ სანდრო, თუ კი მოსახლეობას ექნება დამატებით სხვა სეგმენტების ყიდვის შესაძლებლობა, როგორც დღეს არაერთხელ განმარტეთ, მაშინ ეს ფაქტორი არსებითად რითი განვასხვავებს არსებული სადაზღვეო პაკეტებისგან ამ პროგრამას. კიდევ ერთხელ რომ მოსახლეობისთვის ეს იყოს ძალიან კარგად გასაგები. დიახ, ერთი ძირითადი პრინციპი აქ რაც არის, თავარი, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი ის არის, რომ სახელმწიფო არის მონაწილე, თანამონაწილე ფინანსურად აი ამ სადაზღვეო პაკეტის დაფინანსებაში. ანუ ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობა მოვიზიდოთ და შემოვიდოს სადაზღვეო სისტემაში.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს ქვეყანაში დაზღვეულია 900,000 ადამიანი სახელმწიფოს მიერ სიღარიბის ზღვარს მიღმა, ასევე 180,000 ადამიანი, რომელიც არის მასწავლებელი, პოლიცია და ჯარი და ნებაყოფლობით დაზღვეული 270,000-მდე ადამიანი. ანუ დაახლოებით გამოგდის 1,400,000 ამ რიცხვის პარაგრაფში დაზღვეული ხალხი. სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს ის 4 პროგრამა, რომელიც თქვათ შემცირდა სხვა აი ამ დაზღვევის ხარჯზე მოქმედებს 60 წელს ზემოთ მოსახლეობაზე და სხვა მომსახურებას ასევე იღებს ასაკით 60 წელს ზემოთ ყოფილი მოსახლეობა უფასოდ სახელმწიფოსგან. აქ საუბარი არის მოცვაზე იმ სეგმენტის, რომელიც მოხვდა 60 წელს ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარაზღვეო პრინციპი შემოვიდეს ქვეყანაში და ბაზისური პაკეტზე ადამიანმა ააწყოს თქვა თავისი რისკი გაანადგუროს. ანუ ეს არ არის გათვლილი უმწეო მოსახლეობაზე, რომელსაც არ აქვს საშუალება ლარი და 65 გადაიხადოს თვეში, ანუ 19 და 80 ერთ წლის განმავლობაში. ეს არის საუბარი საშუალო და საშუალოზე დაბალ შემოსავლიან მოსახლეობაზე, რომ ხელმისაწვდომობა აიწევს მოსახლეობას. თუ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ დაზღვეულთა რაოდენობა იქნა საკმაოდ დიდი, ასეთ შემთხვევაში რამდენად შეიძლება გაიზარდოს საბიუჯეტო სახსრები? ანუ ის თანხა, რომელიც არის გათვლილი სავარაუდოდ 15 მილიონი დასახელდა და რამდენად ძვირად შეიძლება ეს დაუჯდეს ბიუჯეტს? იცით რა, ჩვენ თვლით და ხა ზოგადად თავრობაში ყომაზე საუბარი, რომ ჩვენთვის ეს გზა უფრო მისაღებია, ანუ დაზღვევის პრინციპის შემოტანა ქვეყანაში და ამიტომ ჩვენ თვლით, რომ ეს იქნება სწორად დახარჯული ფული, ვიდრე ფული დახარჯული უნივერსალურ სახელმწიფო პროგრამებზე, სადაც ან არის დეფიციტური პროგრამა, ან ვერ ერგება ყველას, ან გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალებაც იძლევა. ეს არის ძალიან მიზანმიმართული პროგრამა, სადაც ყოველი ტიპის მომსახურება, ისევე როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის, გაწერილი არის ზუსტად. ამიტომ აქ ინტერპრეტირების საშუალება არის ძალიან მცირე. რაც ეკუთვნის, იმას მიიღებს. ეს არის სახელმწიფო დაკვეთა ამ შემთხვევაში. და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის ნებაყოფლობითი პროგრამა, როგორც მოსახლეობის მხრიდან, ასევე სარაზღვეო კომპანიების მხრიდან. ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა, ყველას აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა. ბატონო სანდრო, რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რაც ისმის ამ ინიციატივის მისამართით, თუნდაც რეალურად განხორციელებაზე, როდესაც საუბრობთ, ოპოზიცია იშველებს არგუმენტად იმას, რომ თუნდაც ადრინდელი დაპირება და ინიციატივა 100 ახალი საავადმყოფო შესახებ, ამაზეც საუბრობდა ჩვენი გადაცემის პირველი რესპონდენტი, აქამდე რეალურად არ შესრულებულა და სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება ძალიან დიდი ეჭვი, რომ ესეც არის გათვლილი, PR-ზე გათვლილი ნაბიჯი. მე სხვა შორის მინდა აღნიშნო, რომ ძალიან სიამოვნებს, რომ ქალბატონი მაგდა ამ შემთხვევაში ძალიან კარგად არის გარკვეული ამ სისტემაში, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად არის გარკვეული ადამიანი პრობლემატიკაში, მით უფრო ადვილია ოპონირება, იმიტომ რომ ამ კუთხით მიღებული განათლება, რაც ქალბატონ მაგდას აქვს, არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვესაუბრებით მცოდნე ადამიანს და ძალიან კარგია თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ესაუბრო ადამიანს, რომელს არ ესმის და არ იცის და რაღაცა პოლიტიკურ ან სხვა ტიპის შენიშვნებს გვაძლევს. ამ შემთხვევაში მათი და დღეს მე ვნახე კომიტეტის ცნობაზე, როცა ოპოზიციის, საპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნები იყო ძალიან სწორი და იყო აბსოლუტურად მართებული და ამაზე ჩვენ გვქონდა პასუხები, ბუნებრივია. მე ვერ შევადარებ ამ პროგრამას 100 ახალ საავადმყოფოს, იქ აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის პროგრამა არის, ეს არის საინვესტიციო ტიპის პროგრამა. მე ამას შევადარებდი მაგალითად სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფილი მოსახლეობის დაზღვევას, რომელიც მუშაობს ქვეყანაში უკვე 2 წელიწადია, 2 წელიწად მეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს შენიშვნები, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოფილი მილიონამდე ადამიანისთვის გაცემულმა 15-ლარიანმა სადაზღვევო პაკეტმა გამოიწვია ის, რომ სადაზღვევო კომპანიებს გაუჭირდათ ამ ადამიანების სრულყოფილად უზრუნველყოფა. თუნდაც წამლების და მომსახურების ფასიდან გამომდინარე, გართულდა ამ პროგრამით დაზღვეულთათვის მომსახურების გაწევა. ანუ ამბობენ კრიტიკოსები იმასაც, რომ აქამდეც არ იყო ეფექტური და შედეგიანი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მსგავსი პროგრამები. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ განცხადებას, ვინაიდან საქართველოში ჯერ ერთი დაწყებული იქნა, რომ 900,000 ადამიანი დაზღვეული სახელმწიფოს მიერ და ეს ხალხი რეალურად ღებულობს სამედიცინო დაზღვევას, ეს არის დახმარებას განსხვავებით ნებაყოფლობით დაზღვეულებს, სადაც სხვადასხვა სიტუაცია არის. ამ პროგრამაში ისევე როგორც ამ 5-ლარიან პაკეტში გაწერილი არის დეტალურად რა ეკუთვნის და რა არ ეკუთვნის ადამიანს, აქედან გამომდინარე ამისი ადმინისტრირება ბევრად უფრო ადვილია და ხა არის ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც ადამიანს ელემენტარულად
სერიოზულად შევნარჩუნდა, იმიტომ რომ ქონდა საразღვეო პაკეტი. ეხლა რაც შეეხება ხარჯებს, ამას ძალიან დიდი საუბარი არის. მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ არასწორი მიდგომა არის ამის დათვლის დროს. მე არ მინდა გამოვიდე ან საразღვეო კომპანიების ლობისტი ან დამცავი ან ადვოკატი, ეს მათ არ ჭირდებათ ნამდვილად. უბრალოდ როცა გამოქვეყნდა ჩვენი ფონდის მიერ გადახდილი თანხების რაოდენობა საразღვეო კომპანიებზე, ეს იყო წლიური ანგარიში, რომელსაც ჩვენ ვალდებული ვართ გამოვაქვეყნოთ. ეს იყო 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე 2008 წლის. თუმცა ეს არ მოიცავდა მთელ ციკლს დაზღვევისა, ვინაიდან ჩვენთან დაზღვევა სიღარიბის მიღმა მოსახლეობის დაზღვევა ხორციელდება მარეოსებრი პრინციპით, ანუ იმ შემთხვევაში, ანუ დათვლა უნდა დაიწყოს 2007 წლის ივნისიდან დღემდე ჩათვლით. აი ამ სურათს თუ შევხედავთ, იქ ათვისება არის საკმაოდ მაღალი. თანხის და ეს არ არის 25% ან 30% არის 96%-ზე მეტი. აქედან გამომდინარე, უბრალოდ აქ მოხდა არასწორი მანიპულირება ციფრებით. მე ვიძახი რომ ვიღაცამ ეს გააკეთა თქვა შეგრებულად, არამედ უბრალოდ ინფორმაცია რომელიც იყო გამოქვეყნებული არ ასახავს სწორად იმ სიტუაციას, რომელიც რეალურად არის. იმიტომ რომ თუ კი თქვა ადამიანი იყო დაზღვეული, ახლა მაგალითის მინდა გითხრათ 2007 წლის თქვა ივნისში 7 ლარა და 40 თეთრად და მასზე გაწეული დახმარება ივნისიდან დეკემბრამდე რაღაცა X თანხა იყო, ეს არ აისახა 2009 წლის ანგარიში. ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ვალდებულება მოხდა წინა წელს. უბრალოდ მინდა რომ გამოვარტო, რომ არ არის დღეს საქართველოში სიტუაცია, რომ რაღაცა მილიონებიდან საразღვეო კომპანიები ხარჯავენ მარტო 25% და 60% უშვებენ თქვა რაღაც სხვა ბიზნესში. ესე ნამდვილად არ არის. ბატონ სანდრო, ექსპერტები, როდესაც ეს ინიციატივა წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა და ამაზე დაიწყო მუშაობა, ექსპერტები ამბობდნენ, რომ შესაძლოა ამან სადაზღვეო ბიზნესი მიიყვანოს დანგრევის პირას, რადგან ეს ამ პროგრამით სახელმწიფო კომპანიებს შეიძლება ითქვას აიძულებს, რომ დაზღვევა იმაზე იაფად გააკეთონ, ვიდრე ეს პაკეტი მათ თავად უჯდება და ვიდრე ეს რეალურად ღირს. მე მაგაზე შემიძლია მარტივი პასუხი გაგცეთ. დღეს 15 ლარად სადაზღვეო კომპანიები სიყარების ზღვარს მივყავთ მოსახლეობას აზღვევენ აბსოლუტურად სრული პაკეტით. 15 ლარში დღეს შედის როგორც 15000 ლარიანი კარდიოქირურგიული ოპერაცია, ასევე 12000 ლარიანი ონკოლოგიური მომსახურება. ეს 5 ლარი ეს არის აი იმ 15 ლარიანი პაკეტის ძალიან მცირე ნაწილი. აქედან გამომდინარე, აქ რისკი, რომელიც არის გათვლილი, ფინანსური რისკი, ეს არის გათვლილი სადაზღვეო კომპანიებთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ან სადაზღვეო სისტემის დანგრევა პირიქით, ჩვენ გვინდა რომ სადაზღვეო სისტემა იმუშაოს და იყოს მდგრადი და იყოს ძლიერი და განვითარდეს და ასევე ჩვენი თვითმიზანი არ არის რომ ხალხმა არ მიიღოს მომსახურება, რომელიც ან ვერ მიიღოს მომსახურება, რომელიც მას ეკუთვნის. ჩვენი მთავარი მიზანია რომ ეს იყოს დაბალანსებული პაკეტი და ამის დაბალანსება ხდება, ამიტომ ხდება ამ პროგრამის შემუშავება სადაზღვეო კომპანიებთან ერთად და არა რაღაცა იმპერატიული ტენდერის გამოცხადება. ინიციატივა რომ მოსახლეობა იყოს დაზღვეული და მან მინიმალურ თანხად მიიღოს აუცილებელი ჯანმრთელობის დაზღვევა გასაგებია რომ თავისთავად არის მისასალმებელი, მაგრამ თავად ინიციატორი ხელისუფლება რა ხარვეზებსა და რისკებს ხედავს ამ პროგრამაში. დღეს ჯანდაცვის კომიტეტის ხდომაზეც ითქვა, რომ არსებობს ხარვეზები და ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ამაზე ორი აზრით არ არსებობს, ხარვეზები არის პრობლემა. ახლა წარმოიდგინეთ ინდუსტრია სადაზღვეო, რომელიც 2006 წელს ყავდა დაზღვეული 38000 ადამიანი, დღეს ყავს დაზღვეული 1.400.000 ადამიანამდე. ეს არის ძალიან დიდი ნახტომი 2 წელიწადში. ამას სჭირდება, ამას უნდა მოერგოს როგორც სადაზღვეო ინდუსტრია და გააძლიეროს თავისი მართვის კუთხით გააძლიეროს თავისი სისტემები, ისევე როგორც ქსელი, რომელიც ემსახურება მოსახლეობას. ეს არის პროცესი. ამ პროცესში ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულად ჩართული. ჩვენთან არის ორი საკმაოდ ძლიერი მექანიზმი ამისთვის. პირველი ეს არის მედიატორის სამსახური, რომელიც აგვარებს დისპუტებს კერძო მზღვეულსა და დაზღვეულსა და დამზღვეულს შორის და ასევე სერვისის მწოდებელს შორის და ასევე არის საბჭო, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და ხალბატონი მაგდაც არის ამ საბჭოს წევრი და შემდეგ კვირას დაინიშნება პირველი ხდომა აუცილებლად, რომელიც ასევე გაუწევს კოორდინაციას ზოგადად აი ამ პროცესს. ეს მექანიზმი შეძლებს რომ დაიყვანოს თუნდაც ეს რისკები და ხარვეზები მინიმუმამდე. იმედია რომ გააკეთებს, იმიტომ რომ სხვა მექანიზმი აქ არის დიალოგის, აქ არის ურთიერთ შეთანხმების, აქ არის მექანიზმი იმისა, რომ ეს რისკი, რომელიც შეიძლება იყოს და ბუნებრივია სადაზღვეო
დაზღვევა არის რისკის დაზღვევა, ზოგადად ეს არის რისკის გადანაწილება. ამაში მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე საზღვაო კომპანიები. მოსახლეობაშიც, როდესაც პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გადიოდა ამ თემაზე მომზადებული რეპორტაჟები, მოსახლეობაშიც გაიყო აზრი ორად. ზოგი ამბობს, რომ კარგია, რადგანაც გადავიხდით 5 ლარს და შევძლებთ მივიღოთ აუცილებელ შემთხვევაში ვიყოთ უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით. ნაწილი კი ამბობს, რომ აქამდეც, როდესაც ისინი სარგებლობდნენ სადაზღვაო კომპანიების მომსახურებით, ექვნებოდათ გარკვეული პრობლემები, თუნდაც ის, რომ არ ხდებოდა დროულად თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავადაც ამბობთ, რომ მკვეთრად გაიზარდა დაზღვეულთა რაოდენობა და ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ შესაბამისად კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში რამდენად იქნება მოსახლეობისთვის ეს მოქნილი მექანიზმი? მოვით ასე ვთქვათ, თუ კი საზღვაო კომპანია აგვიანებს თანხის გადარიცხვას სამედიცინო დაწესებულებაში, ეს პაციენტზე არ აისახება. ანუ პაციენტი ღებულობს მომსახურებას ადეკვატურს და მე უკვე ეს ვთქვათ, დავა არის საზღვაო კომპანიასა და სამოწყობოს შორის. ანუ პაციენტი ამ შემთხვევაში დაცული არის. მე კიდევ ერთხელ მინდა განვასხვაო კონტინგენტი. რა თქმა უნდა, როდესაც პაციენტს უჭირს იმ სამედიცინო განკუთვნილი სამედიცინო დახმარების მიღება, თუნდაც იმის გამო, რომ დავალიანება აქვს სამედიცინო დაწესებულების მიმართ. გეტყვით, რომ ასე არ არის, იმიტომ რომ დავალიანება არანაირად არ ახდენს გავლენას პაციენტზე მომსახურებას და აგიხსნით რატო. აქ არის ორი სეგმენტი მოსახლეობის, ორი ჯგუფი, ეს არის სიღარიბის მიღმა დაზღვეული ხალხი, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ დაზღვეული, სადაც არის დეტალურად გაწერილი, აი ძალიან სკრუპულოზურ დეტალებში, ვის რა ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, აქ დავის საგანი არის პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე იქნება ეს 5 ლარიანი დაზღვევა გაწერილი. ძირითადი დავები ხა მე ეს ვიცი, იმიტომ რომ მე ინფორმაცია მომდის როგორც მედიატორის სამსახურიდან, ასევე სხვადასხვა საჩივრების სახით და ასევე სხვადასხვა კომპანიებიდან თვითონ საჩივრების სახით, ეს არის ძირითადად ნებაყოფლობით დაზღვეულ მოსახლეობას. მე არ მინდა თქვა, რომ 900,000 ადამიანი რომელიც დაზღვეული აქ ყველაფერი იდეალურია და 1%-იც არ არის რაღაც, რა თქმა უნდა არის, მაგრამ წილობრივი ხვედრი დავებისა ხდება ნებაყოფლობით დაზღვეულ ნაწილზე. ანუ თქვათ მე რა თქვენზე, რომელიც თქვა ჩვენ თვითონ ვიყიდეთ სადაზღვეო პრემია. ანუ თქვენ ჯანდაცვის მინისტრი დღეს სანამ ამოქმედდება ეს პროგრამა აძლევთ მოსახლეობას იმის გარანტიას, რომ ამ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მათ პრობლემები არ შეექმნებათ. ამ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მოსახლეობა მიიღებს იმ მომსახურებას, რომელიც მას ეკუთვნის. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჯერ ერთი სადაზღვეო ინდუსტრია იმუშაოს კეთილსინდისიერად ამაში ეჭვს არ მეპარება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორებ დღეს არსებული საზღვაო კომპანიებიდან პრაქტიკულად ყველამ და არა ყველამ. და კიდევ მინდა ერთი ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომ მაგალითად იყო ერთი კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა სიღარიბის ზღვარის დაზღვევაში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ გათხოვდა თავისი თქვათ მას არ აწყობდა ამაში, ამიტომ ეს არის ესეთივე ნებაყოფლობითი პროცესი, როგორც ნებისმიერი სხვა. და გარანტიას ვაძლევ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დაბალანსებული პაკეტი, ეს შემუშავდა ჩვენსა და საზღვაო კომპანიებს შორის, მაგრამ რასთავარია ჩვენ წარმართავთ ძალიან სწორ და მარტივად აღსაქმელ საინფორმაციო კამპანიას, რომ ყველა მეცოდეს რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს ამ პაკეტისგან და რა მომსახურება შეუძლია მიიღოს. აქედან გამომდინარე, აი ეს ცდომილება თუ იქნება დაწეული მინიმალურად, მე მგონი ეს პროგრამა იმუშავა. და კიდევ ერთი კითხვა, გაფორმდა მემორანდუმი და რამდენად მისაღებ ჩამოყალიბებულია პირობები, რა უნდა შეასრულონ, რა ვალდებულებები ეკისრებათ ამ პროგრამაში ჩართულ სადაზღვეო კომპანიებს და ასე შემდეგ. თუნდაც ის, რომ კერძო კომპანიები იღებენ ვალდებულებას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, არის თუ არა ეს ზეწოლა კერძო ბიზნესზე და რამდენად უწყობს ეს ინიციატივა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეალურად კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას? კარგი კითხვა არის, სახელმწიფო ახორციელებს სახელმწიფო დაზღვევას კიდევ ერთხელ გამიმეორებულ ძველ მოსახლეობის უკვე დიდი ხანია, ესეც არის ნებაყოფლობითი პრინციპი. აქ ძალდატანებით არავინ არ მოდის, არც ერთი კომპანია, ვისაც სურს ის მონაწილეობს, იგივე პრინციპი ვრცელდება ამ 5 ლარიან პაკეტზე, ასე ვთქვათ. არავითარი ზეწოლა აქ არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერ კომპანია შეუძლია გავიდეს, იგივე მემორანდუმში არის პუნქტი ჩაწერილი, სადაც წერია, რომ თუ თქვა სამთავრობო დადგენილება, რომელიც გამოვა სამშაბათს მიიღებს თავრობა ამას, თქვა გავიტან ჩვენ თავრობას და მიიღებს, თუ თქვა რაღაცა იქნება, რომელიც არის შეუსაბამო, ან არ მოეწონება რომელიმე კომპანიას, შეუძლია საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში. ეს არის ჩადებული იგივე მემორანდუმში. მემორანდუმმა განსაზღვრა პრინციპები, ანუ განსაზღვრა თამაშის წესები, ასე ვთქვათ. ჩვენი მხრიდან
მთავრობის მხრიდან და ასევე კერძო კომპანიების მხრიდან. აქედან გამომდინარე, არ არის თქვა რისკის მატარებელი ამ მხრივ, ანუ ვერავის ჩვენ ძალადანებით ვერ შემოვიყვანთ ამ სისტემაში, ისე როგორც ადამიანს, ასევე კომპანიას და ისინიც თავისუფლები არიან არჩევანში. კარგით, მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რამდენი შეიძლება იყოს ეს მომგებიანი სადაზღვევო კომპანიებისთვის? იცით რა, აი ეს კითხვა ძალიან ხშირად ჩდება და მართებული კითხვა არის, იმიტომ რომ ყოველს უკვირს, როგორ შეიძლება ადამიანი დააზღვიოთ 15 ლარად მაგალითად, რომელიც არის რომ ეკონომიურად ძალიან გაჭირვებული და ჭირდება საკმაოდ დიდი რაოდენობა თანხობრივად მომსახურების კუთხით. სადაზღვევო პრინციპი ზოგადად ეფუძნება რაოდენობას. რაც უფრო მეტი არის ადამიანი შენთან გაწევრიანებული, მით უფრო მარტივად ნაწილდება რისკი. თან ბუნებრივია, აქ არის გარკვეული ოპტიმიზმი ჩადებული ამ პრინციპში ის, რომ ეს ადამიანი არ იქნება მუდმივად უმწეო და გარდა იმისა, რომ თქვა აი მაგალითად აი ძალიან მარტივ რამოს გეტყვით, ეს ხალხი, რომელიც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, ისინი ასევე ღებულობენ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, ხო? ეს არის სტაბილური შემოსავალი მათთვის. ანუ ეს ხალხი არის რომელსაც შეუძლია გარკვეული დონის კრედიტი აიღოს. იმიტომ რომ სტაბილური შემოსავალი, მე არ ვიძახი 10,000 ლარიანს ან 20,000 ლარიან კრედიტზე, არამედ მცირე ზომის კრედიტზე 500, 600, 1000 ლარი. იმიტომ რომ სტაბილური შემოსავალი ეს მას უზრუნველყოფს. ამიტომ სადაზღვევო კომპანია მაგალითად განსაკუთრებით ის, რომელიც არის აფილირებული საბანკო სისტემასთან, მათ აქვს ინტერესი, რომ ეს კლიენტი თქო თავისთან შემოიყვანონ, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმის გათვლით, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება მუდმივად იყოს თქო ქრონიკულ სიღარიბეში, ხო რაღაცა პროგრესი იქნება ოჯახში და გარდა ამისა რისკი ნაწილდება არა მარტო ერთ ადამიანზე, რომელიც აქ არის, არამედ მთელ ოჯახის წევრებზე. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებს აქვს ინტერესი, იმიტომ რომ მოცულობით განისაზღვრება მათი ბიზნესი, რაც უფრო მეტი არის, მით უფრო ადვილად ანაწილებენ ისინი რისკს თავის კონტინენტში. ბატონ სანდრო, გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, როგორც ამ მემორანდუმში არის აღნიშნული, პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ მოსარგებლისთვის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. სადაზღვევოს ალბათ რეგიონებშიც ეყოლება ასეთი კონტრაქტორი კლინიკები, სამედიცინო დაწესებულებები. როდესაც თქვენ დღეს ჯანდაცვის კომიტეტის ხდომაზე ამბობთ, რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა სამედიცინო დაწესებულებებში და შეიძლება ითქვას, რომ მათიდან 9 კლინიკა იმსახურებს ლიცენზიის ჩამორთმევას, ასეთ შემთხვევაში თუნდაც რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები რამდენად შეძლება სრულად მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება? კი ბატონო, ახლა მას კი პასუხობთ. აქ საუბარი იყო პირველად ჯანდაცვის ობიექტებზე, ძირითადად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ჩვენ გვჭირდება პირველად ჯანდაცვაზე აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენთან მთელი ქსელი პირველად ჯანდაცვას არის გათვლილი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ ადამიანი რომელიც მოხვდება ამ პროგრამაში თუ ეს იქნება სიღარიბის პროგრამა თუ იქნება ეს 5-ლარიანი პროგრამა აუცილებლად უნდა იყოს მიმაგრებული იმ პოლიკლინიკასთან რომელსაც სადაც ახლოს ცხოვრობს ეს ძალიან მარტივი პრინციპი რომელიც დაცული არის ჩვენი დადგენილებით სამთავრობოს და ასე შემდეგ რაც შეეხება 10-დან 9-ს ეს იყო მე მინდა გავმარტო და მადლობთ რომ მომეცით ამ საშუალება ხავატო მაგას ძალიან გაუკვირდა ჩემი გამოსვლა დღეს იქ, მაგრამ თვითონ იქ ბრძანდებოდა და კონტექსტი იცის. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთმა წევრმა პარლამენტის დასვა კითხვა, რომ როდის შეიძლება ეს სისტემა დაალაგდეს და გასწორდეს და ასე შემდეგ. ამაზე მე გავეცი პასუხი, რომ საქართველოში არის 254 საავადმყოფო პოლიკლინიკებზე არის საუბარი და სანამ არის ესეთი ჭარბი რაოდენობა საავადმყოფოების, ძალიან რთული იქნება ამ სისტემის დარეგულირება. ამაზე მე მივიღე პასუხად, რომ იქნება მაშინ ისინი, რომელიც არ აკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტს დავხუროთ, გამოვიყენოთ ლიცენზიის კანონით და წავართოთ ლიცენზია მოქმედებოდა, რაც მე ვპასუხე, რომ თუ ჩვენ გამოვიყენებთ ევროპულ სტანდარტებს, დღევანდელ დღეს საქართველოს საავადმყოფოების შეფასებით 10-დან 9 ვერ დააკმაყოფილებს ამ ლიცენზიას. რის გამოც ჩვენ ამას არ ვაპირებთ ელემენტარულად, იმიტომ რომ 10-დან 9 საავადმყოფოს დახურვა დღეს ამან გამოიწვია რაღაცა არანორმალური რეზონანსი, იმიტომ რომ ჩემი 1 საათიანი გამოსვლა პარლამენტში, კომიტეტში ეს ერთი ფრაზა აღმოჩნდა საინფორმაციო სააგენტოების ყველა საინტერესო. გასაგებია, საკურველია ეს იქნებოდა თავის დავარჩევას. არაფრის დახურვას, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ თუ კი ჩვენ ავიღებთ სოფლიო თუ ევროპულ სტანდარტს, თუ რა თქმა უნდა ნებისმიერ სტანდარტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი საავადმყოფო უნდა დაიხუროს. და ჩვენ რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ გავაკეთებ, სანამ არ ვიქნება ახალი საავადმყოფო, რომელიც იმას ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ეს საავადმყოფო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ახალი საავადმყოფოები გაჩნდეს. თორე არავინ არ საუბრობს საავადმყოფოების დახურვაზე, ეს არის აბსურდული თემა.
თბილისში შეიძლება უფრო იყოს მეტი არჩევანი, მაგრამ რაიონებში არის არჩევანი. ანუ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა სრულად იქნება ამ პროგრამაში ჩართული მათი სურვილის შემთხვევაში და მათ მარტივად რომ გავცე პასუხი, ჩვენ არ ვაპირებთ საავადმყოფოების დახურვას, არ ვაპირებთ პირველად ჯანდაცვის ობიექტების დახურვას, პირიქით ჩვენ გვინდა რომ მათ იმუშაონ და იყვნენ უკეთეს პირობებში ვიდრე არიან, ბუნებრივია და აუცილებლად იყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი დაცული. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა სამშაბათამდე გემშვიდობებათ მომავალ შეხვედრამდე.